სამოქალაქო საზოგადოებამ თავის თავზე უნდა აიღოს ძალიან სერიოზული როლი და ჩვენ უფრო მეტი და უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებასთან იმისათვის, რომ ეს მათ აუხსნათ, რომ ღირებულებები, რომ ევროპული ღირებულებები, ეს არის ღირებულებები, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ილია, აკაკი, ვაჟა, იაკობი. ეს ღირებულებები, ქართული ღირებულებები. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყნის ინტეგრაციაზე ევროპაში ზოგადად და ევროსტრუქტურებში კონკრეტულად, მე ვფიქრობ, რომ ძირითადი პრობლემა ეს არის ღირებულებითი სისტემების ცვლილება. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების როლი ძალიან მაღალია ამ პროცესში, იმდენად, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ და ჩვენი ვალდებულება რომ შევცვალოთ საზოგადოების ღირებულებითი სისტემები და საზოგადოებისთვის ევროპაში ინტეგრაციის პროცესი უფრო ეფექტური გავხადოთ, უფრო სწრაფი გავხადოთ. პროექტი მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქვეყანაში რეფორმების პროცესს. ბუნებრივია, რომ ეს რეფორმა საბოლოო ჯამში მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საზოგადოების ნებისმიერი წევრი კარგად ცხოვრობდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი უფლებები უნდა იყოს დაცული, ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკურად ის კარგად უნდა იყოს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას სოციალური დაცვა უნდა ჰქონდეს. ამ პროცესში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა. რაც უფრო მეტად იქნება სამოქალაქო საზოგადოება ჩართული ამ პროცესში, მით მეტად იქნება წარმოდგენილი ნებისმიერი ადამიანის, საქართველოს ნებისმიერი მაცხოვრებლის ინტერესები. თქვენი უფლებები დაცული იქნება, ჩემი უფლებები დაცული იქნება, სოციალურად დაცული ვიქნებით და ასევე ეკონომიკურადაც წინ ვიქნებით.